რადგანაც სახლში არ დამხვდა ქალბატონი, თავარი მოქმედი პირი. მოდით ახლა დავუკავშირდები სატელეფონო კონტაქტით, იმიტომ რომ არ ვაპირებ დროის დაკარგვას მასთან მგზავრობების დროის გატარებით. Алло, გამარჯობათ. გიმარჯობთ. ქალბატონ მანანას ვესაუბრები? დიახ. დაწუხებთ თეონა გაბადაძე, საქველმოქმედო ფონდი ჩვენ გეძებთ დამფუძნებელი და შვილების მაძიებელი დედა. გსმენიათ ჩემს შესახებ რამე? არ მახსოვს გენაცვალე. იმიტომ რომ ხონელიზის კლინიკის მედპერსონალს ყველას ჩამოუარეს ათითაოთ და ეხლა თქვენ დარჩით ბოლო წერტილი, სადაც მამის ამართებენ. მანანა რას იტყვისო და მაინტერესებს მითხრათ რამოდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ 2022 წელს რაც დავადგინე რომ ჩემი მკვდრად გამოცხადებული ტყუპები ხონელიზის კლინიკაში არ არიან გარდაცვლილები, არ ფიქსირდებიან არც ცოცხლებში, არც დაბადებულებში. მის მერე ვეძებ დავაარსებ ფონდი, საქმეც აღზრული მაქვს, პროკურატურა ყველა ჩარეული მყავს, ბავშვებიც მყავს, თვითონ გაშვილებული ბავშვები კლინიკიდან გამოყვანილი, მათ შორის ხონელიზის კლინიკიდანაც და იმდენი სამხელი მიდევს მოკლედ, აი ბოლო პიკზე ვარ მისული, რომ სახელები და გვარები არ დავასახელო. თქვენს გვარსაც ეხლა არ ვასახელებ და თუ გინდა თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ჩვენი საუბარი და მეც მინდა ჩავწერო ჩვენი საუბარი, რადგანაც ძალიან ბევრი ხალხი მიყურებს, მელოდება, პოლიციაში საქმე აღზრულია და თქვენც აუცილებლად გამოგიტეხებენ დაკითხვაზე. ყველას მივაკითხე. აი ამასთან დაკავშირებით, რომ ხონელიზის კლინიკაში, როდესაც თქვენც მუშაობდით იქ 2000 წელს და ვიმყოფებოდი ქალთა კონსულტაციაში ნანა მაღლაკელიძესთან, თქვენი მეგობრები არიან ნანაც და ქეთევანი იობიძეც. ბატონო, წიგი და სტუდენტ ნამდვილად. 7 თვეზე სახლშივე დამეწყო მშობიარობა. ბავშვი უკვე წამოსული, ოქროს მოწმე მყავს, საკაცეთი შემომიყვანეს ხონელიზის კლინიკაში, 10 წუთში გამაჩინეს, მე საფიჩხიაზე ვცხოვრობ აქ. და შემოვედი კლინიკაში, დამხვდა ვიღაც ექიმი, არ წარმოედგინა, მხოლოდ ახსენა ანესთეზია და გაამზადეთ საოპერაციო, გამიკეთეს ნარკოზი, როგორც ირკვევა ნარკოზი საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა და მიმდინარეობს გამოძიება და ჩემი შვილები, რომლებიც მკვდრად გამოაცხადეს, თითქოს და ერთი გაფუჭდა მუცლად და გააფუჭა მეორე, აბსურდია, რადგანაც მაშინვე ჩემი გარდაცვლილი დედამთილი მიუვარდა ეხოსკოპისტს და ვიყავი რამოდენიმე დღით ადრე კონსულტაციაზე, მსგავსი არაფერი არ იყო იმისა, რომ ბავშვი ყოფილიყო რომელიმე გარდაცვლილი და ან გულისცემა არ ისმინებოდა. დავიწყე ძიება. აღმოვაჩინე არაერთი საბუთი, არაერთი მტკიცებულება, ჩანაწერები, რომელზეც ხონელიძე მეუბნებოდა, რომ დატვორილია რემონტის დროს დაიწვა, არ არსებობს და 5 სხვადასხვა პასუხი მაქვს, მეტი თუ არა, უბრალოდ მეტიც იქნება. ამოვიღე პოლიციის ძალით და ჩანაწერებში არ ვფიქსირდები. ჩემი შვილებიც ვიზზე არიან გატარებული, არ ვიცით, მაგრამ შობადობაში გარდაცვლილი ბავშვი არ ფიქსირდება. და ფიქსირდება 2 რიცხვით შობადობა, სადაც არის 4 ბავშვის სხვაობა. ამ 4-დან 2 ბავშვი ჩემია, დანარჩენი 2 ვისიც არის, არ ვიცი თუ მოძებნის მისი პატრონი, მე ჩემ შვილებს ვეძებ, მე ჩემი შვილები არავისთვის არ მიჩუქებია, არც გამისხვისებია, ამიტომ ყველას მინდა ვაგებინო პასუხი და თუ დამეხმარებით, თქვენთვის იქნება კარგი, თუ არ დამეხმარებით, უკვე ვისთანაც მივედი და ვინც მივიყვანე საგამოძიებო უწყებაში, ერთმანეთს აბრალებენ რა თქმა უნდა და ყველა გზები მოდის თქვენთან, რადგანაც ლერი ხონელიძე გარდაცვლილია. მომისმინე თეონა გენაცვალე, როდის იყო ეს 2000 წელი? დიახ, 2000 წელი იყო. 2000 წელი, დიახ. მე რა ისა დამოკიდებულება მაქვს მაგ საქმესთან დაკავშირებით, ეს მითხრა. ძალიან საჭირო ვითარება არის.
ჩემი ისტორიაც კი გააქრეს, მაღლაკელიძის ისტორიები მოვითხოვე ყველა ქალბატონის, ვინც დადგა მაისის თვეში და მე 5 თვეზე დავდექ იმასთან აღრიცხვაზე და ქეთევან იობიძესთან. პირველ ჯერზე 2 წლის წინ თუ მხოლოდ ჩემი ისტორია არ იძებნებოდა მაღლაკელიძის სიაში, ეხლა უკვე როდესაც მოვითხოვე ყველა მშობიარის ისტორია, ორსულის უпростоრად ისტორია, ყველა მაღლაკელიძის ისტორიები არის გამქრალი. ძალიან საჭირო ვითარება არის. არც თქვენი ისტორია არ არის კონსულტაციის? არა, თავიდან არ იყო მხოლოდ ჩემი და როდესაც მოვითხოვე ყველა მშობიარის, ორსულის უпростоრად ვინც მაღლაკელიძესთან დადგა მაისის დასაწყისში 2000 წელს, ყველა ისტორიები გამქრალია. ვიცი რომ ეს ისტორიები გაიტანეს, ნანო მაღლაკელიძეს ვესაუბრე და ნანო მაღლაკელიძეს რცხვენოდეს, იმიტომ რომ ჩემი კლასელის დედა არის და ნუნუკას საერთოდ აღარ მიჩნდება და ნანას ცდება რომ მე არ დამიმალავს შენი ისტორია, არ გადამიმალავ შენი ისტორიაო და ზუსტად ვიცი რომ ისტორიები გატანილია, ეს ქალაქი პატარა, ქუთაისში კი არა და მსოფლიოში ვეძებ და ძალიან ბევრ ხალხს ვეხმარები სხვათა შორის და ძალიან გენაცვალე მესმის, მაგრამ არა მგონია რომ ნანას ასეთი რამე ეკადრებიოს, აი პირველად მესმის ასეთი რამე, მე გულწრფელად გეუბნები და მე რა ურთიერთობა მაქვს ამ საქმესთან ვერაფრით ვერ გავიგე. ნანას არ ეკადრებინა, მაგრამ ეს როგორი კლანი იყო ბავშვების მოპარვა და გასხვისება, თქვენ თო ჩემო, ეხლა მე რაც მუშაობდი, თქვათ მთავარი ექიმი როცა ვიყავი, ერთი შემთხვევაც არ მახსოვს მასეთი, თეონა გენაცვალე და საერთოდ ძალიან შორს ვიყავი. ნებისმიერ შემთხვევაში მასეთ ამბებთან ეს არის საშინელება და როგორ შეიძლება მაგის წარმოდგენა, რომ ადამიანმა ეგ გააკეთოს და მე აი კონკრეტულად თქვენი შემთხვევა როგორ რანაირად უნდა დაგიდასტუროთ, ანუ არ იკითხათ ისტორია ინახა, ან სამშობიაროში, ან ქალთა კონსულტაციაში, ან თუნდაც ეხოსკოპიის დასკვნები, რაიმე გაქვთ ხელზე? 2000 წელი იყო ის დრო, როდესაც ჩვენ და არ მგონია ეხლაც ისტორიებს ხელზე არავინ არ გვატნევდა, კონსულტაციაზეც მივდიოდით. ისტორიას თქვენ უნდა გქონდეთ გაცვლა გამოცდის ბარათი, მაგრამ თქვენს როგორ შეინახავთ ამდენი წელი? თეონა 2026 წელია დღეს. მე ჩემი შვილების 99-ში მყავს უფროსი გაჩენილი და 2002-ში მეორე, ყველაფერი მყავს შენახული, რაც კი მომცა სამშობიარო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ბავშვებზე არც არაფერი მოუციათ, არც არაფერი გვაქვს, თუმცა მე რატო არა ვარ ჩანაწერებში თქვენი აზრით. რასთანა გვაქვს საქმე, როდესაც მე ვამბობ და უკვე ბრალს ვდებ მთელ მედპერსონალს ბავშვების გასხვისებაში, რადგანაც როგორც კი გადამიყვანეს პალატაში, ბავშვების წერილის ხმა მესმოდა დაღამებამდე, ერთ-ერთმა თქვენმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ზუსტად ეს საქმეები მიმდინარეობდა დღის განმავლობაში, როდესაც მშობიარე შედიოდა დღის განმავლობაში, ღამე ვერ ბედავდნენ, რადგანაც ექიმი იყო მორიგე და რამოდენიმე ექთანი. დაადასტურა ის, რომ ასევე ხონელიძის კლინიკაში შემოდიოდა სხვა ქუთაისის კლინიკის თანამშრომელი და ანესთეზიოლოგი და იყო ბავშვების გაყვანა, სპეციალური მანქანა რო ყავდათ და გადადიოდნენ ბავშვები, სად გადადიოდნენ, ყველას რომ უკვირდა, სად მიდის ამდენი ბავშვებიო, ასე რომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა რას ლაპარაკობ? მე მუშაობდი მაგ პერიოდში და მსგავსი არაფერი არ მომხდარა და როგორ შემიძლია მაგაზე დაგეთანხმდეთ? თქვენ რატომღაც ქალბატონო მანენა რომ გნახეთ, სულ ხართ სმენაში ქალბატონ ნანა მაღლაკელიძესთან და ერთობლივად ატარებდით მშობიარობებს, ერთობლივად იღებდით და ჩანაწერებში ნანახი მაქვს და ჩანაწერებში ერთად ახართ თქვენ ჩაწერილი სამშობიარო ჩანაწერებში. ოპერაცია იყო ან რაღაცა და შეიძლება არა, მე ოპერაციის ჩანაწერები არ მაქვს ნანახი, მაქვს სამშობიარო ჩანაწერები ნანახი. შეიძლება ვთქვათ, მე მყავდა ვინმე მშობიარე საკუთარი, ხო იცით რომ იყო პერიოდი და ეხლაც არის რომ პირადი ექიმები ყავთ და მორიგე შეიძლება იყო ნანა იმ პერიოდში, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ჩემ პრაქტიკაში არ არსებობდა გენაცვალე და მე ვერაფერს ვერ გეტყვით მაგის შესახებ, ვინც არ უნდა მკითხოს და თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? მაშინ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მე ისტორია სად არის სამშობიარო სახლიდან თუნდაც ან ქალთა კონსულტაციიდან რა გითხრეს? ამბობენ რომ სად არისო?
აი ქეთევან იობიძეს ეხლა დაურეკავ და ქეთევან იობიძესთანაც გავარკვევ მაგ თემებს და რადგანაც თქვენ დაქალები ხართ, კონსულტაცია მამისამართებს ხონელიძის კლინიკაში, ხონელიძე მამისამართებს უпростоრად ეხოსკოპისტი გურამ მოსელიანი მამისამართებს თქვენთან და ის ქალბატონი რუმუზის იქ მანანა რას ამბობსო და მოსელიანი პანიკებში ვარდება და ისტერიკებში. როგორ იტყვიათ მაგერით მანანა რას ამბობს? აი რა უნდა ვთქვა 2000 წლის შემთხვევაზე, რომელშიც მე არ მონაწილეობდი არავითარ შემთხვევაში, ჩემი პაციენტი თქვენ არ ყოფილხართ, არც მთავარი ექიმი ვიყავი იმ პერიოდში და რა მინდოდა თქვენს შემთხვევაზე, რომელ საათზე შედით თუ გახსოვთ ეს მაინც სამშობიარო საათი? შუა დღესაც შევედი სადღაც პირველი 2 საათისთვის. მე გახსოვართ იქ რომ ვიყავი თქვენს იმაზე. შეიძლება გამოძევება იყო, შეიძლება ეს გაფორმდა როგორც დიდი აბორტი, შეიძლება ეს იყო არსად არ არის. არც გინეკოლოგიურ ჟურნალებში არ არის. მე გეტყვით, არის ისა ჩემი ენდოკრინოლოგის ჩანაწერები, სადაც მივედი ენდოკრინოლოგთან, როდესაც დავდექი კონსულტაციაზე იობიძესთან, 5 თვის ასაკი მქონდა მაშინ, მაისის დასაწყისი. 2000 წლის 30 აპრილი იყო აღდგომა და მიცვალებულთა გარდაცვალების დღე პირველი, აი შემდეგ 8 მაისამდე ვარ მისული ხონელიძის მეორე ქალთა კონსულტაციაში და შემდეგ წავედი ჩემს პირად ენდოკრინოლოგთან, სადაც არის ჩანაწერი 20 კვირა. მე მანდ შევედი ივნისის თვეში, ანუ მე-7 თვეში და ეხლა დაუჯინებიათ და დაუხვევიათ და ერთხმად ვასაძეს, კაბოსნიძეს არავის აღარ ვერიდები, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი კლანი აღმოვაჩინე ქუთაისში გაშვილების და ამ ექთნების, სანიტრების, ექიმების, კაბოსნიძე რომელიც მიმტკიცებს რომ არაფერი არის ის და ხმას ვერ იღებს და შაქარი უწევს და შემიწირავს ეს საქმეო და ერთადერთი რაც ადარდებს რომ მეუღლეს რა უთხრას, როდესაც პოლიცია დაიბარებს დაკითხვაზე და დუმილს ინარჩუნებს. არის კიდევ ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ყავს გამოყვანილი 3 დღის ბავშვი კლინიკიდან და მიყვანილი აღზელთან, მთელი კლანი ევდოშვილის ქუჩაზე ვინც ცხოვრობდა და იძახიან რომ დირექცია, ჩვენ ვინ მიგვაკარებდა ამ საქმეებთან და ჩანაწერებთან დირექციას ჰქონდა გასაღები, დირექცია და ლერი ხონელიძეს მარჯვენა ხელად გასახელებენ თქვენ. ამიტომ მე რა დირექცია ვიყავი 2000 წელს ვიყავი ჩვეულებრივი ექიმი და რა კავშირი მქონდა მაგ საქმესთან. ხონელიძის თეონა არა გაქვს სწორი მიმართულება აღებული და ერთის წარმომიდგენია რომ თუნდაც გულნაზი კაპოსტიძე იყო მაგაში ჩარეული. ძალიან ცუდი თუ იყო და ნამდვილად საყვედურს ვეთქვი მე გულნაზის და ჯულიეტა რაღაც შვაში იყო მაგაში ჯულიეტა იყო სააბორტოში ექთანი. საქმეც იმაში არის ქალბატონო მანანა რომ მე რასაც ვიხსენებ და ჩემი ახლობლები და მოწმეები მე სამშობიარო ბლოკში არ ამიყვანეს შემიყვანეს პირველ სართულზე რატომ შემიყვანეს პირველ სართულზე ვერ მოისმინეს ნაყოფის გულისცემა ჩათვალეს პატარა ორსულობად და იქნებ ნაყოფა შეიძლება იმ წუთას იტიროს შემოგოგო მაგრამ მასეთი დღენაკლული ბავშვებისთვის მეორე მესამე დღე კიდევ უფრო რთულია და მე ხლა ვერ დავიჯინებ იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდა იმ შემთხვევაში და ძალიან კარგი ამას რო ამბობთ ძალიან კარგია მაგას რო ამბობთ იმიტომ რომ მე ხა საპირისპიროსაც გეტყვით მე როდესაც გადამიყვანეს იქვე პირველ სართულზე კლინიკისა პალატაში და ამას არ დასტურებს ერთ-ერთი სანიტარი რომ იქ ნამდვილად იყო სააბორტო სამანიპულაციო ბლოკები და მათი პალატები უფროსი ბავშვი მყავდა პატარა 11 თვის და ჩემი და თავზე მადგა შემოუშვეს რომ ბავშვისთვის მიეხედა ბავშვების ტირილის ხმა ძალიან დიდხანს ისმოდა ბავშვების ტირილის ხმა მე ნარკოზიდან გამოდივარ და მგონია რომ სხვისი ბავშვები ტირიან იგივე ხმა ესმის ჩემს დას რომელიც სრულიად ჯანმრთელი და არა ნარკოზის მდგომარეობაში არ ყოფილა და ყველა პალატები დაიარა მშობიარე იქ არ იყო იმიტომ რომ გოგოს გაუკვირდა ჩვენ გვითხრეს ბავშვები გარდაიცვალენო და ვისი ბავშვები ტირიანო დაიარა პალატები იქ მშობიარე არავინ არ იყო მაშინ იბადება შეკითხვა დაღამებამდე მე ბავშვების ტირილის ხმა მესმოდა. ამაზე ექსპერიმენტიც მაქვს ჩატარებული. ზუსტად ივნისის თვეში, აი წელს, როდესაც იყო ჩემი შვილების დაბადების დღე 13 ივნის ავიღეს ისა ზუსტად რიცხვი რადგანაც არ მახსოვს 13 ივნისი ავიღე რადგან გამოცდები მომდიოდა და სულ ის მქონდა აზრად ესე როგორ გავალ მეთქი გამოცდებზე საშინელი ნარკოზი გამიკეთეს იქედან გამოსვლა და 6 თვე მე საერთოდ არაფერი არ მახსოვს და არც უნივერსიტეტში გამოცხადებულ ვარ. დაღამდა
ივნისის თვეში ღამდება 8 საათზე და ზუსტად დაღამებამდე მე რაც მესმოდა ბავშვების ტირილის ხმა, გამორიცხულია დღენაყოლმა ბავშვმა და რამე პრობლემიანმა 2 საათი იტიროს. ეონა, მომისმინე განაცვალე, მე თქვენ ვერ შეგედავებით, იმიტომ რომ არ ვიცი ეს შემთხვევა, მაგრამ შესაძლებელია დაიბადნენ პატარა წონის ბავშვები და წარმოიდგინეთ თქვენ ახლა 2000 წელში მასეთ ბავშვებს იმ წუთას ახლა როგორც კი იბადებიან, იმ წუთას ნებისმიერი სამშობიარო სახლიდან გადაყავთ მაღალი დონის მესამე დონის სამიანო კლინიკაში. ეს არის ახლა ცენტრი, რომ არის წყალტუბოს გზაზე. ეხლაც რო დაიბადება პატარა წონის ბავშვი, ჯერ ჩვეულებრივი სამშობიარო სახლი არ ღებულობს თენაკოს, იმიტომ რომ არ არის აქ გამოზრდის პირობები და საშუალებები დღესაც კი. აი ზუსტად კი, მე წარმომიდგენია, მე 2000 წელსაც ვიცი რა იქნებოდა და ასევე ვიცი ჩემი ხნის ადამიანი 1979 წელს 5 თვიანი რომ შევიდა ორსული დედა სოცხეს მუცელი მოგეშალაო ინკუბატორში გაზარდა 7 თვემდე გააშვილეს და 2 შვილის დედა დადის და სრული შოკი იყო როდესაც დნმ ტესტით ჰქონდა დასტური. თეონა, ჩემი გენაცვალე ნამდვილად გავსი არაფერი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. არასოდეს არ გავრეულ ვარ მსგავს რაღაცაში, იმიტომ რომ მასეთი წარმოუდგენელი ამბავი მე დედა ვარ, ბებია ვარ და დიდი ბებია ვარ და რაც ლაპარაკობ ახალგაზრდაც რომ ვიყავი მაგაში, როგორ ჩავერეოდი როდესმე და არც მგონია რომ ნანა მაგას როგორ იკადრებდა არ უბრალოდ გამორიცხული არის მაგ ამბავი და ერთ-ერთ იყო სამშობიაროში ექიმი ვინ მიგიღოთ ესეც არ გახსოვთ და არ იცი არ წარმედგინათ ხო ვამბობ და მიმტკიცებენ ახლა რომ გარდაცვლილ ქალბატონზე მეუბნებიან ის იყო მაგრამ დამიმტკიცონ ახლა რომ იყო ის გარდაცვლილი ქალბატონი და არა ვინმე სხვა მაგას უნდა დოკუმენტაცია აუცილებლად თეონა თქვენ როგორ ფიქრობთ რასთან აქვს საქმე სურდალი უნდა იყოს თეონა გენაცვალე იქ უნდა იყოს გარკვეული სად არის გატარებული ეს ჩაითვალა თავიდანვე დიდ აბორტას დაგვიანებულად ადრე ჩვენ ვთქვათ 24 კვირისასაც და 25 კვირისასაც ითვლებოდა ეს რომ მაინც დაგვიანებული იყო გამოზრდის საშუალება არ იყო და პირველ სართულზე როგორ მიგიღებდნენ მშობიარეს თუ კი ის ნაყოფები იქნებოდა სიცოცხლის უნარიანი ეხოსკოპია შემოსვლისას გაგიკეთდა თუ იცი მე როგორც კი შემომიყვანეს საკაცეთი, ჩემები აღარ შემოუშვეს და ეგრევე შემიყვანეს საოპერაციო ბლოკში. ნუ რაც იყო ის დუეტი. დაწყებული იყო მშობიარობა და დიდი აბორტი. მშობიარობა. 7 თვიან ბავშვზე როგორ შეიძლება დიდი აბორტი დაარქვას ვინმე? 7 თვიანი თუ იყო ვერაფრით ვერ დაარქვებდნენ. ეს გამორიცხული არის. კი ბატონო, მე 7 თვეში ვიყავი. საჭირო არის დოკუმენტაცია ისე ვერ გავარკვევთ ჩვენ დღეს ვერაფერს თქვენ გაქვთ ერთადერთი ენდოკრინოლოგის დასკვნა ხო ენდოკრინოლოგის დასკვნა ოქროს მოწმე მე სადმე ქნება მოსელიანი ვისაძლევდა არავის არ აძლევდა არაფერს მოსელიანი და ეხლა რომ დამინახა და მივედი მაშინ არ ღებულობდით დასკვნებს არა ხელზე არ ღებულობდით დასკვნებს და მეორე კონსულტაციას იქვე ქონდა არა, მე კონსულტაციაზე ხო დავდიოდი მეორეში მოედანზე, სადაც ქონდა დიობიძესთან და იქ ჩემს ისტორიაში იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ სასწაულად ისტორიაც გააქრეს და არა მარტო ჩემი ვისი მოვითხოვე იმათი ისტორიებიც და თქვენ როგორ ფიქრობთ, რასთან აქვს საქმე? მიჭირს თეონა, თქვა, ნამდვილად მიჭირს. ერთადერთი მსჯელობა მანდ მე შემიძლია ისტორიების ნახვით და გაანალიზებით ყველაფრის კარგად და ისე როგორ შემიძლია რატო გაქრა სად წაიღებდნენ ამ ისტორიებს ან ვინ წაიღებდა და როდის მოხდა გატანა თქვენ როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ გატანა მე არ ვფიქრობ ეს დანამდვილებით ვიცი რომ მას შემდეგ რაც მე მივადექი პირველად ქეთევან იობიძეს და მე უკვე არა კონსულტაციაზე მივედი მაგ კონსულტაციაში 2022-ში და გაირკვა რომ აღარ ყოფილა ეს მეორე კონსულტაცია და სამართალმემკვიდრე არის ნაზარიშვილის კლინიკა ნაზარიშვილის კლინიკაში მოვითხოვე პასუხები
ისტორიები არ აქვს გადმოცემული შესანახათო. ჩემი ნაცნობობით გავარკვი ეს სად რომელ ოთახში ჰქონდათ საარქივო ისტორიები შეყრილი, რასაც ქვია და ის ოთახი იყო დაკეტილი. მოვითხოვე იქ შესვლა და ჩემი ისტორიის ნახვა. არ იყო ჩემი ისტორია. მას შემდეგ რაც მოვათხოვინე პოლიციას მაღლაკელიძესთან დარეგისტრირებული მაისის დასაწყისში. ყველა მშობიარის ისტორია, მას შემდეგ ვიგებ რომ ისტორიები გააქვთ. არ ვიცი, ვერ გეტყვი. და შეშინებული ნანა მაღლაკელიძე არქივში თეონა ისტორიები ინახება გარკვეული წლების მანძილზე. 25 წელი აქვს მშობიარობის და ორსულობის ისტორიას შენახვის ვადა. და გასულია 25 წელი, ხო? აი წელს გახდა 26 წელი, მაგრამ ეს მოვითხოვე 2022-დან და რატომღაც 2022-დან მიმდინარეობს ეს საქმე? კი, 22-დან მიმდინარეობს და ეხლა უკვე მივადექით უფრო მაღალ ეშელონებს და მაღალ ექიმებს და ერთ-ერთმა თქვენმა თანამშრომელმა, რომელსაც პოლიციაში ავხსნეს, როგორ იყო ჩემი საქმე ჩვენებაში, აღნიშნა რომ მე, როდესაც ვამბობ რომ შევედი ესეთ მდგომარეობაში, დაწყებული მშობიარობით, ბავშვი უკვე წამოსული იყო ერთი და წამებში მეორეც წამოვიდო და ვამტკიცებს ერთ-ერთი ექიმი და შემდეგ გამიკეთეს ნარკოზი, გადამიყვანეს გვერდით პალატაში და ეს დამტკიცებულია რომ სამშობიარო ბლოკში არ ამიყვანეს. გამორიცხულია მე ბავშვების ტირილის ხმა მესამე სართულიდან გამეგონა, სადაც ჰქონდა და აქვს ხონელიძის კლინიკას ბავშვთა განყოფილება. ასე რომ გვერდით ბავშვები იყვნენ, იმიტომ რომ მშობიარობის შემდეგ 2 საათი ბავშვები არიან სამიანო განყოფილებაში, 2 საათის შემდეგ გადაყავთ ახალშობილთა განყოფილებაში და 7 თვიანი ბავშვები, რადგანაც ჩემები 7-იანი იყვნენ, გადაიყვანეს მეთქი ვფიქრობ ბავშვთა რეანიმაციაში და ესეთი პასუხი გამცა რომ ყველაფერი გწოდნია შენს თავზე და ჩემთან რა გინდაო. ეს ვინ გაგცათ ეს პასუხი? ერთ-ერთმა თქვენმა თანამშრომელმა, რომელსაც ყავს გამოყვანილი ხონელიძის კლინიკიდან არაერთი ბავშვი. აი, მერთო ჩემო, თეონა, ძალიან გთხოვთ გენაცვალეთ, თუ კი იცით მასეთი თანამშრომელი, მიყევით და გაარკვიეთ და როგორ გაყავდა ისიც გაარკვიეთ. ძალიან გთხოვთ. კი, შეხვეული გამოყვანილი ყავს და რეგისტრაცია საბუთების როგორ გააკეთა, ისიც ვიცი, ჩემი ყველა გზები მიდის იურისტთან, რადგანაც ჩემი შვილები არ იცვლებიან სამშობიაროში დაბადებულად და ამიტომ მინდა გკითხოთ, ხონელიძის კლინიკის იურისტები, გარკვეული გვარები მაქვს, მაგრამ თქვენც თუ დამეხმარებით ეს უნდა იცოდეთ წესით, ვინ იყო ხონელიძის კლინიკაში იურისტები. ეონა, 85 წელიწადში ვარ მე და გკითხე გენაცვალეთ, თუ გამახსენდება, მერი იყო ერთი იურისტი, რომლის გვარი ეხლა რომ მომკლა არ მახსოვს და შეიძლება გარკვეულ ხანში გამახსენდეს, ვერ გეტყვით, მერი გყავთ თვითონ ასეთი. მერი გარდაცვლილი არის ეხლა და იმიტომ ამბობთ მერის. არა, როგორ გეკადრებათ? მე კი არ მახსოვს ნამდვილად რო გითხრათ ეხლა. ნინო მაისურაძე გახსოვთ? ვინა? ნინო მაისურაძე. ნინო მაისურაძე ახალგაზრდა გოგონა არის. კი, 2007-დან იყო, მაგრამ ეს ქალიშვილია. კი ბატონო, მაგრამ უკვე აღარ არის. ანა სვანაძე გახსოვთ? ანა სვანიძე? ანა სვანიძე არ მახსოვს თეო. ნინო გელაშვილი? ნინო გელაშვილი? ნამდვილად არ. ნინო გელაშვილი არ გახსოვთ? სანიტრები არიან თუ ექცნები არიან თუ ვინ არიან? არ მახსოვს თეო. ნინო გულეიშვილი? ნინო გულეიშვილი ჩემი ძალი არის იურისტია. არ მუშაობდა ხონელიძის კლინიკაში? რაღაც გარკვეული პერიოდი კი როგორ არა? შემთხვევით 2000 წელი ხომ არა? 2000 წელი? ხო. 2000 წელი არა, ნამდვილად. არა, ნამდვილად არა. მოგვიანებით ეს იყო მე მგონია 2000 წლის შემდეგ, არა, 2000 წელი არა, ასე მახსოვს, რომ არა გენაცვალე არა. დაუშვათ იყო კიდეს რა მნიშვნელობა აქვს მაგას. უბრალოდ მაინტერესებს უბრალოდ მაგის მსგავს რაიმე. არა, მე მაინტერესებს უბრალოდ შესაძლოა არც კი იცოდა რა სიტუაცია იყო და ხო შესაძლოა ეთქვათ რომ დედა ტოვებს შვილებს და სამშობიაროს ამ შემთხვევაში ქონდა იურისტის უფლება გაეშვა მოთხოვნა ბავშვების სააქტო ჩანაწერების რეგისტრაციაზე. რანაირად ისტორია თუ არ იყო
ცოცხლად შობილი ბავშვები თუ არ იყო დაფიქსირებული, როგორ მივდა ანტენიურის მაგას თეონა რას ლაპარაკობ? იმას ვლაპარაკობ, რომ ესე აფსაქტო ჩანაწერებს აკეთებდნენ. ხო, აბა მითხარით. მე გეუბნებით, რომ რადგანაც თქვენ მიგიღეთ პირველ სართულზე და საპროცედურო გქონდა, ჩვენ გემახსოვრებათ ალბათ ძალიან კარგად, რომ იმ საპროცედუროში შეგიყვანეს, შეიძლება ანესთეზია იქვე გაგიკეთეს ინტრავენური და ეთყობა გამოძევების პროცესში იყო ეს ნაყოფი, ორივე სამშობიაროში დაბადეთ, როგორ გახსოვთ? გამოსაძევებელი არაფერი არ ჭირდა ბავშვებს, იმიტომ რომ ოქროს მოწმე მყავს სახლიდან უკვე რომ მოყავდი და ბავშვის წამოსვლა ხო ვიგრძენი კაცო და ესა ქალმა შემხედა და ბავშვის ფუსუსებიანი თავი უკვე ჩანსო, ანუ მოდიოდა თავისი ბავშვები. როგორ არა დაუშვათ 6 თვის იყო 24 კვირის თავზე თვები ექნებოდა ბავშვს, აბა რა იყო? ხო და წამოვიდა მეთქი უკვე დაძრული იყო. ახალშობილის დროულობა, განისაზღვრება ზომით, წონით, სიგრძით, თავის გარშემო წერილობით 1000 პარამეტრია, თეონა, გენაცვალეთ. კი ბატონო. მა როგორ არ გამოჩნდებოდა, რას ლაპარაკობ? არა, მე ვამბობ, რომ გამოძევებაო და გამოსაძევებელი რა ჭირდათ მეთქი დაძრული იყო ბავშვები და თავით მოდიოდნენ ჩვეულებრივად. გამოძევება, აბა თავისით მოდიოდნენ, რამე არ მithქვია გამოძევება სხვანაირად. არა, ნარკოზი რატომ გამიკეთეს თქვენი აზრით? ნარკოზი შეიძლება გაგიკეთეს მერე პოსტფაქტუმ, როცა გაისა ნაყოფები დაიბადა, იმის შემდეგ მომყოლის დაბადების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო მაინც ალბათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ან საეჭვო მომყოლი, არ იყო მთლიანი, არ იყო დარღვეული იყო მთლიანობა და სისხლდენა რომ არ ატეხილიყო, მაინც გააკეთეს რევიზია საშვილოს დროს გრუსი, რომ დარჩენილი რაიმე ნაწილი პლაცენტის გარსების გამოეტანათ გარეთ. ამისთვის გაგიკეთებდნენ ნარკოზს. სხვა მიზნით არავითარი მიზანი არ ექნებოდა მაგას. თავიდანვე. ნაყოფები გეუბნებით, თეონა, ალბათ პატარები იყვნენ, ჩემო გოგო და ალბათ გამორიცხული იყო პირველ სართულზე ბავშვის ტირილი. მაგასაკი შეიძლება ცოტა ხანი რაღაც წამოიკრავლეს ბავშვებმა. მერტო ნურს ვლაპარაკობთ ამ იმაზე, საცოდაობა არის და ვერ გამოზრდიდით თქვენ ვერაფრით სამშობიარო სახლში. მე ვიცი თქვენ რომ ვერ გამოზრდიდით და ეს მაგამფავი რასლად ერთადერთი ბავშვი რომელიც ესა ასეთი პატარა დაიბადა გამოძევდა ნამდვილად მახსოვს მე იყო ცირეკიძე ციალა იყო ასეთი პაციენტი ჩემი პაციენტი იყო და ორსულობაშიც ჩემთან დადიოდა და სრულიად მოულოდნელად რომ არ ველოდით 2 საათი ყველა ვარიანტში მაინც ვაყოვნებდით იქ რომ თუ იყო სიცოცხლის უნარიანი დაიბადა ეს ბავშვი ძალიან პატარა წონის იყო გითხრათ სიმართლე და ერთადერთი ჩემ პრაქტიკაში მახსოვს ეს ბავშვი გადარჩა და გაიზარდა მართალია ეს ბავშვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ისეთი გაუჭირდა სიმაღლეში, წონაში, ყველაფერშიც და ახლა არ ვიცი მე რო გითხრათ სიმართლე მისი მდგომარეობა, მაგრამ მაშინ ჩვენ ის ბავშვი გადავაგზავნეთ, სადაც შეიძლებოდა მაშინაც გადაგზავნა ბავშვთა საავადმყოფოში და ის ბავშვი გადარჩა. მე კი თუ მახსოვს ეს ვინმე გეფიცებით ჩემსას ყველას. არ მახსოვს უბრალოდ ასეთი შემთხვევა. თქვენ არ გქონდა მაგის საშუალება. ეხლაც არ არის მაგის საშუალება, თეონა. კი ბატონო. მაშინ რა ქვია? რეანიმაციაში. აბა რა. ხო და აი მაგას ამბობს. ფაზე უნდა გადაიყვანო ბავშვი 1000 პარამეტრებია შესაძლებელი 1000 გადასვლა. ვინ გააკეთებდა იმას? იყო 2000 წელში მაგდონე სამშობიაროებში. თქვენთან არ ყოფილოდა, სწორედ მაგასაც ვამბობ, არაერთი ორსული მყავს, მშობიარო უბრალოდ, ვინც ეძებს შვილებს და მეუბნებიან, რომ ხონელიძის კლინიკამ 7 თვეზე დაწყებული ორსული სამშობიარობით არ მიგვიღო და გაგვიშვა პირველშიო და მე რატომ მიმიღო ხონელიძის კლინიკამ? იმიტომ მიიღო, თქვენ რომ უფრო პატარა ჩათვალეს ეს ნაყოფები. ანუ 7 თვის ნაყოფები პატარა არის? მე არ ვიცი როგორ შემიძლია თეოდა მე ახლა გელაპარაკოთ 26 წლის წინ ხო მაგრამ ისეთ რაღაცას მეუბნებით
ეხლა 22 კვირიდან უკვე მშობიარობად ითვლება. ხო და თვეზეა, კი ბატონო, უნდა გეყოიზარდოს ის ბავშვები, მაგრამ იმ პერიოდში არ იყო ამის საშუალება, თქო, გეუბნებით. მე თუ ვამბობ, რომ 79 და 78 წელს ხუთვიან ბავშვებს ზრდიდნენ ინკუბატორში, 2000 წელს რატომ ვერ გაზრდიდნენ? რას ლაპარაკობს, თეონა, რას ლაპარაკობს? ვინ ზრდიდა ეხლა? არ ვართ მაგის მოწმე, როგორ ხდებოდნენ და რანაირად. საერთოდ მაგის საშუალება და როგორ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ეხლა რა ძნელი და მძიმე არის კანქვეშ ესა ვენებში გადაცმების გაკეთება ახალშობილისთვის დროული და ისეთი ძლიერი ახალშობილისთვის და წარმოიდგინეთ 5-თვიანი და 6-თვიანი ბავშვი. ეს უკვე 22 კვირიდან ითვლება მშობიარობად და მაშინ 30 კვირამდე, 28 კვირამდე არაფერი არ ითვლებოდა მშობიარობა. კი ბატონო. აი თიშა. არაუშავს გავაგრძელებთ. ნახევარი საათი გავიდა როგორც ჩანს. ხო, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ არაფერი არ არის საეჭვო მომხდარი და ბავშვები ნამდვილად იყვნენ ვითომ პატარა წონის და გარდაიცვალენ? მაშინ ნამდვილად მასე ვფიქრობ, თეონა და თუ გაქვთ რაიმე სხვა არგუმენტები, კი გენაცვალე, გაარკვიეთ, ღმერთმა თქვენი ნამდვილად საეჭვო არის, რომ ასეთი რაიმე შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვინც ეძებს შვილს ღმერთმა ყველას აყოვნიოს და ღმერთი მაინც განსჯის იმ ადამიანებს, ვინც ასეთ საქმეებში ერევა. ღმერთი განსჯის, კი ბატონო, ნამდვილად, მაგრამ არც მე დავაკლებ, სანამ ცოცხალი ვარ და მაშინ გეუბნებით, გეკითხებით მაშინ, მაინტერესებს, რატომ არ გამოატანეს გარდაცვლილი ბავშვები ოჯახს? ხო, ნუ ახლა იყო, მაგ პერიოდიც იყო, რომ არადნებდნენ და თვითონ ხდებოდა დასაფლავება და რაღაც, ასეთი რაღაცები კი იყო. დასაფლავება სად? გეტყვით, ახლა მე არ ვიყავი მონაწილე მაგისი და არ ვიცი სადასაფლავება. ხო, მაგრამ თქვენ ხო გექნებოდათ ესეთი მშობიარობა, სადაც ბავშვი გარდაიცვალა და სად მიდიოდა ეს ბავშვი? ვიცი, ახლა მაგი ნამდვილად მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყო კიდეც გარკვეული ადგილი სადმე სასაფლაოზე მონიშნული, სადაც საფლავდებოდა ასეთი ბავშვები. ასეთი რამე თუ გაგიგიათ, რომ ბავშვები დავჩეხეთ და ისე გამოვიყვანეთ დედის მუცლიდან და აქვე დავასაფლავეთო. რა გენაცვალე? ბავშვები დავჩეხეთ და ისე გამოვიყვანეთ დედის მუცლიდან დავაცალკავეთ და აქვე დავასაფლავეთო. რა არის ეს დავჩეხეთ ბავშვები? ეს არის, ხო, ეს არის ხონელიძის კლინიკის 2000 წლის პასუხი, რომელიც უთხრეს ჩემს ოჯახს, არაუშვეს ბავშვების სანახავად, რა ბავშვები უნდა გაგატანოთო და მივადექი მე ახლა დავით ხონელიძეს. და მთხოვე ბარი დაეჭირა ხელში და წამოსულიყო და ამოეთხარა ჩემი შვილების საფლავი. და რატომღაც აღმოჩნდა, რომ სასაფლაო არასდროს არ ქონია და ღმერთმა დამეფაროს სამშობიარო ეზოში სასაფლაო მქონდესო. ვერ გეტყვით ბარბესა დაჩეხვა და ამოყვა. ნუ არ ვიცი ვინ გითხრათ ასეთი სისულელე რა. ვერ გეტყვით. წესით ბავშვები უნდა წამოეყვანათ ჩემს ოჯახს. თუ მაშინვე, თუ ჩემი შვილები იყვნენ გარდაცვლილი და არა მეორე და მესამე დღეს, რომ მოიძევდნენ ერთმანეთში სამშობიაროები. შეუთავაზებიათ, რომ დაასაფლავეთო? არა, ბავშვების წაყვანა მოითხოვეს და უთხრეს ესეთი პასუხი, რაც გითხარით და წამოყვანილი ბავშვები არ აყვავს. წესით უნდა გამოეტანათ ერთი ბავშვიც, მეორე ბავშვიც და არა მეორე მესამე დღეს რო იბარებდნენ და დაბალზამებულ ვის შვილებს ატნევდნენ და ასაფლავებინებდნენ და ატირებდნენ მთელი ცხოვრება და ძალიან ბევრი საეჭვო რაღაცები რომ არის, ხო ფაქტია. მე გეტყვით, მან რა შეიძლება და ყოფილიყო ზუსტად ახლა. აბა გისმენთ. გეუბნებით, რა შეიძლება ჩათვალეს.
რომ ეს ნაყოფები იყო პატარა გაზომეს, რა თქმა უნდა, აწონეს, სიგრძე, გარშემოწერილობა, თავის ყველაფერი და რადგანაც პატარა ნაყოფი იყო, ამიტომ არ აგიყვანეს თქვენ ზედა განყოფილებაში, სამშობიაროში, სადაც ასე თუ ისე უკეთესი პირობები იყო მშობიარობისთვის და გამოძევება მოხდებაო ამ ნაყოფებისა, შეგიყვანეს ქვევით სამანიპულაციოში და იქ რა პირობები იყო? იდგა, ხო გახსოვთ, იდგა ერთი სამიანო სავარძელი და ტახტი იყო და არა, მე არ მახსოვს, იმიტომ რომ მე იქ საერთოდ არა ვარ ნამყოფი იმ ჯერის გარდა და ღმერთმა დამეფაროს კიდე იქ შევიდე. უბრალოდ აღარ არის, აღარ არსებობს თეონა, გენაცვალე ის სამშობიარო ახალი აშენა. კი, ვიცი, ვიყავი, მან მივაკითხე ხა ყველას ჩამოუვარე და უბრალოდ მე როგორც კი შემიყვანეს, ეგრევე პირველ სართულზე შემიყვანეს და ეხა მებოდება შეკითხვა, რატომ, როდესაც ორსული, საკაცეთი ამხელა მუცლით, თან ფოტოებიც ამაქვს მტკიცებულებაც, შევდივარ რომ ჩაითვალა რომ პატარა იყო ნაყოფები და ეს იყო დაგვიანებული აბორტი იმ დროს ასე იგულისხმებოდა და არ იყო ეს ნაადრევი მშობიარობა. მაშინ რატომ არ ვარ აბორტებში გატარებული და რატომ არიან შობადობაში ბავშვები გატარებული? თეონა მომისმენე განაცვალე გინეკოლოგიური ჟურნალი უნდა მოიძებნოს, მისაღები ჟურნალი გინეკოლოგიური და იქ უნდა იყოთ გატარებული. კი ბატონო. ეს ჟურნალები ამოვიღე მე და არაფერი, მე არა ვარ, ჩემს გვარზე არ არიან გატარებული. არის გატარებული გინეკოლოგიურ ჟურნალში არ არიან. არა და სამიანოში არ იქნებიან. არ არიან არსად, ყველა ჩანაწერები მოვითხოვე, ერთ-ერთზე მითხრეს რომ 4-ვე ჟურნალი დავათვალიერეთ და არ არის არც აბორტებში გატარებული და ეხლა მითვლიან რომ 3 ჟურნალი გვაქვს და 1 არა გვაქვსო და შობადობაში 4 ბავშვის სხვაობა წერია. ანუ ჩემი შვილები არიან გატარებული და ვიზე არიან გატარებული, აი ეს არის საქმე. არა, თეონა შობადობაში როგორ გაატარებდნენ? არა. 2 ციფრია შობადობაში. 2 ციფრი არის შობადობაში, გარდაცვლილ ბავშვებში არც ერთი ბავშვი არ წერია. არ ვიცი, ეხლა მაგი მე წარმოდგენა არა მაქვს რა ხდება, მაგრამ მაგას გაარკვევს. მთავარი ექიმი ვინ იყო 2000 წელს? ლერი ხონელიძე იყო მთავარი ექიმი 2000 წელს, გენაცვალე. და მისი მარჯვენა ხელი მანენა ბრეგაძეო ესე ასახელებენ და კიდე ვინ იყო? არა, მნიშვნელობა ექიმი ვიყავი მე, ეზოცანაბად ეზო იყო, მე მგონია იმ პერიოდში არ მახსოვს კარგად, სოსოგელოვანი მუშაობდა ჩვენთან, ეთერი შურღაია იყო, ვინ იყო კიდე? ეთერი შურღაიას მისახელებენ, მაგრამ მე ამჯერდები ამ ზეპირსიტყვიერებას და დამიმტკიცონ, სად არიან. წესით და კანონით 2000 წელს ხონელიძის კლინიკა იყო ერთადერთი ფასიანი კლინიკა ქუთაისში და მე იქ არავინ არ შემადგმევინებდა ფეხს და არ გამომიშვებდა ისე, თანხა რომ არ გადამეხადა, ხო ასეა? მომისმენე განაცვალე ფასიანი კლინიკა როგორ არ შეგატყმევიებდა, თუ ფასიანი იყო, ვის შეეძლო, საერთოდ უარი ეთქვა, როცა ბავშვი უკვე გამოძევების პროცესში არის. ხო და გამოშვებით? იქედან გამოსვით მომსახურების თანხა ხო უნდა გადამეხადა, ვინ გამომიშვებდა ისე? ისა მომსახურების თანხა უნდა გადაგეხადათ, ალბათ იყო 2000 წელს ხო ფასიანი. კი ბატონო, როგორ არა? ნამდვილად იყო, კი ბატონო და გადაიხდიდით, აბა რა სიზამთე. ხო და გახსოვთ არც ეგა? ხო, ანუ მე ვამბობ რომ იქედან ისეთი ნარკოზი მქონდა გაკეთებული, როგორ გამოვედი მთელი 6 თვე არაფერი არ მახსოვს, უნივერსიტეტში 2001 წლის იანვრამდე არ ვარ მისული. თეონა, რა ნარკოზი გაგიკეთებოდა მასეთი რომ 6 თვე არ გამოხვიდოდით მდგომარეობიდან. ის იქნებოდა ძალიან სწრაფად მოქმედი და მალე გამოხვიდოდით მდგომარეობიდან. არა. სამწუხაროდ არა. ყველაფერი ისე დამიხატეთ და არ ვიცი მასე თუ იყო რანაირად უბრალოდ რაში იყო საჭირო ასეთი დაფიქსი. ისთვის იყო საჭირო. ძალიან კარგი შეკითხვაა და სწორად იყო გამოძევების პროცესში. გამოძევდა ერთი ნაყოფი და გარკვეულ ხანში პრობლემა არ შეიქნებოდა მეორე ნაყოფის გამოძევებაზე. კი ბატონო. მომყოლი დაიბადა, თუ არ დაიბადა, ალბათ დაიბადა მომყოლი და საკონტროლო გამოფხეკაც კეთდება არა მშობიარობის მერე. მშობიარობა როცა უნდა გაკეთდეს, ხელით შესვლა არის, როცა დროული ნაყოფი არის, თუნდაც
ნაადრევი ოღონდ 32 კვირაზე მაინც მისული და ყოფიდა. თქვენთან ალბათ გამოფხეკა გაკეთდა დიდი ბლაგვი ყოვზით და ამიტომ დაგაძინებდნენ ძალიან მარტივი და სწრაფად მოქმედი და სწრაფად უნდა გამოსულიყავით მდგომარეობით. სამწუხაროდ ფაქტები სხვაზე მეტყველებს და ტრამვირებული მშობიარობა მაქვს, რა გამიკეთეს, როგორ გამოიყვანეს ბავშვები და არ ვიცი ახლა ვერ დავიჯერებ რომ რამე დასჭირდა მაშები ან რამე, იმიტომ რომ პირველი მაშაზია ლაპარაკით მაგვადაზე, მაშა როგორ გეკადრება. კი ბატონო, მაგრამ ტრამვირებული ვარ და ეს დამტკიცებული არის გინეკოლოგმა შემამოწმა და ტრამვირებული მშობიარობა ან დიდი ნაყოფები ხომ არ ქონდაო და თქვენ არაფერი გსმენიათ, ანუ მსგავს შემთხვევებზე და ბავშვების გასხვისებაზე და ხონელიძის კლინიკაში რომ თვეობით ზრდიდნენ ბავშვს. არა, ნამდვილად არ მსმენია მაგი. ძალიან კარგი. მაგი არ მოსულა, ნამდვილად. ძალიან კარგი, მაშინ პრობლემაც არ იქნება, რაც ვისაუბრებთ თქვენ რომ როდესაც დაგიკავშირდებიან სამართალდამცავი სტრუქტურები, იგივე რომ გაიმეოროთ იქ. რაც უნდა ლაპარაკი, ჩემთვის მაგი არ არის პრობლემა. კი ბატონო. ვისთანაც მივა კვალი, აბსოლუტურად ყველას მოვთხოვ პასუხს და ეს არავისაც არ უნდა გაუკვირდეს, იმიტომ რომ მე ვარ გამწარებული დედა და მე ჩემს შვილებს ვეძებ მსოფლიოს მასშტაბით და ამ ბავშვების გამო 2022 წლიდან დავიწყე ეს საქმე და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ. და აუცილებლად ეძებეთ, აუცილებლად თუ კი იქნება, ნამდვილად მოგილოცავთ მე. მადლობა. კარგად.